ცხოველთა დამცველი ორგანიზაციები დღეს ვაპირებთ, რომ დავაანონსოთ ჩვენი შემდგომი ქმედებები. ცხოველთა უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე ქალბატონი თინა ჭავჭანიძე და ცხოველთა უფლება დამცველი ორგანიზაცია ჰუმანიმალი სოფო ჯიბუტი თავმჯდომარე, მე სოციალური პროგრამების და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო ბეროშვილი. ზოგადად ჩემი ორგანიზაციაზე ვისაუბრებ მოკლედ, რატომ გადავწყვიტე ამ ასე ვთქვათ, თემას შევერთებოდი და გავერთიანებულიყავი იმ კოალიციაში, რომლის შესახებაც დღეს ვრცლად ვისაუბრებთ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა გადავწყვიტეთ, რომ შევქმნათ კოალიცია, რომლის მთავარი ფუნქციაც იქნება ადამიანებისა და ცხოველების უფლებების დაცვა და კომპანიონი ცხოველებისა და ადამიანების ურბანულ გარემოში მშვიდი თანაცხოვრება. არსებული დადგენილება და წესი, რომელიც საკრებულო მიიღო მიუხედავად დიდი პროტესტისა, როგორც ცხოველთა მოყვარულების, ასევე ცხოველთა უფლება დამცველების ორგანიზაციების და ცხოველების პატრონების მხრიდან ჩემი აზრით და ჩემი ორგანიზაციის აზრით არ ღვევს არა მხოლოდ ცხოველების უფლებებს, არამედ ადამიანების უფლებებსაც, იმიტომ რომ იქ არსად არ არის გათვალისწინებული, იქ უბრალოდ არის გათვალისწინებული ასეთი პუნქტი, რომელიც გულისხმობს ცხოველების კეთილდღეობას და რა თქმა უნდა ცხოველთა უფლებებისთვის მიღებული წესი უნდა იყოს ცხოველთა კეთილდღეობისთვის, მაგრამ ეს წესი საერთოდ არ გულისხმობს თავისი შინაარსით ცხოველების კეთილდღეობას. იქ არის ჩამოწერილი უამრავი ვალდებულება, რასაც ყველა ცხოველის პატრონი მანამდეც არსებობდა, მაგრამ არსებული წესი არ იცვლება აი ამ ვალდებულებების შესრულებას, იქ იმდენი აკრძალვა არის და შენ შესაბამისი ალტერნატივა და არც ინფრასტრუქტურა არ არის მთელს ქალაქში, რომ დაიცვა და იყო კეთილსინდისიერი პატრონი. ან უნდა დაიცვა წესი და იყო კანონმორჩილი მოქალაქე, რაც ჩვენ გვინდა რომ ასე იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში არ გამოდიხარ კეთილსინდისიერი და პასუხისმგებლიანი პატრონი და დაჯარიმდები, ან უნდა იყო როგორც ადრე იყავი პასუხისმგებლიანი და კარგი პატრონი და ამ შემთხვევაში კანონის დარღვევისთვის დაჯარიმდები. ეს წესი თავისივე არსით ემსახურება მხოლოდ იმას, რომ დაიწეროს უამრავი რაოდენობით ჯარიმა. ეს წესი ემსახურება მხოლოდ იმას, რომ ცხოველების კეთილდღეობის ხარჯზე ახლაც ჩამოყალიბებულმა სიპმა რაც შეიძლება მეტი შემოსავალი და მოგება მიიღოს და თქვენ მოგეხსენებათ, რომ სიპად დარეგისტრირების შემთხვევაში მას უკვე იურიდიულად გააჩნია უფლება, რომ გარკვეულ მომსახურეობებზე საფასური დააწესოს და ის აუცილებლად დააწესებს საფასურს. ამის დამადასტურებელი საბუთი ჩვენ გვაქვს თბილისის მერის მოადგილის ხელაიას წერილი, რომელსაც ახლა ზუსტად წაგიკითხავთ, სადაც წერია ძალიან გარკვევით, რომ უნდა დაწესდეს მოსაკრებლები და მოსაკრებლებს აუცილებლად ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო დააწესებს, აი წაგიკითხავთ ციტირებას ვახდენ. იგეგმება საკუთრებაში მფლობელობაში არსებული ცხოველის მოვლა პატრონობასთან დაკავშირებული მოსაკრებლის დაწესება, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ცხოველების პატრონების მფლობელობის პასუხისმგებლობის ამაღლებას, ცხოველის ყოლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და ცხოველის მოვლა პატრონობის პროცესში, ისე ურბანულ გარემოში ცხოველთა პოპულაციების მართვა კონტროლის პროცესებს. მოსაკრებლის სახეებია. საერთოდ გაურკვეველია ზოგადად მოსაკრებელმა როგორ უნდა მართოს ცხოველთა პოპულაცია, ზოგადად ცხოველთა პოპულაცია როგორ იმართება, ამაზე ქალბატონი თინა და ქალბატონი სოფო ვრცლად ისაუბრებენ. მოსაკრებლის სახეებია საკუთრებაში მფლობელობაში არსებული ცხოველის პირველადი რეგისტრაციის მოსაკრებელი, რაც უკვე ვალდებულებაში რეგისტრაცია სავალდებულო არის და ამ ვალდებულების გარეშეც ყველას ვისაც ყავს ცხოველი, ისედაც დარეგისტრირებული იყო ვეტერინარულ კლინიკაში თუ შესაბამის კინოლოგიურ კლუბში თუ ჯიშიანი ცხოველი ყავდა, საკუთრებაში მფლობელობაში არსებული ცხოველის ყოველწლიური საკონტროლო რეგისტრაციის მოსაკრებელი, ამასაც ისედაც ჩვენ ცხოველთა პატრონები მე პირადად ვაკეთებდით, იმიტომ რომ ყოველწლიური აცრა ისედაც გულისხმობს ვეტერინარულ კლინიკაში მიყვანას და შესაბამისად ჯანმრთელობის მოწმობაში, რომელიც ყველა ცხოველს აქვს ჯიშის მიუხედავად არის ჩაკრული.
შესაბამისი პროცედურები და ამის მოსაკრებელი, რაც ისედაც ზოგადად თანხაჯდება და საკუთრებაში მფლობელობაში არსებული მდედრი ცხოველის გამრავლების ნაყარის მიღების ყოველწლიური მოსაკრებელი. მდედრი ცხოველების გამრავლების პროცესში მამრი ცხოველის მონაწილეობის ყოველწლიური მოსაკრებელი. ეს ჩემი აზრით აბსოლუტურად კომიკური პუნქტი არის. ანუ ეს არის დამამტკიცებელი იმის საბუთი, რომ ზოგადად მერია არსებულ სიფთან ერთად და საკრებულოსთან ერთად ორიენტირებული არის ამ წესით მხოლოდ იმაზე, რომ იყოს მოსაკრებლები, რომ იყოს ჯარიმები და აი აქ წერია კიდევაც, რომ მათი, ასე ვთქვათ, ეფექტური მუშაობისთვის SIPS ცხოველთა მონიტორინგის SIPS უკვე გააჩნია მზად ცვლილებების პაკეტი საქართველოს კანონში შესატანად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ საქართველოს კანონში და იარაღის შესახებ საქართველოს კანონში, რადგან ისინი კაცრად ითხოვენ იარაღის ტარების უფლებას. მიზეზი გაურკვეველი არის. თან ეს ბადებს ძალიან დიდ უსვეთს, იმიტომ რომ საერთოდ არ არის, ასე ვთქვათ, აკრძალვაში გაწერილი ცეცხლსასროლი იარაღით ძალისა და კატის მოგვდინება. აი ეს იყო ეს მთავარი პუნქტები, რაზეც მინდოდა მე მესაუბრა. აი ამ პუნქტებით მე ვფიქრობ, აი ამ სამეულით, რის შესახებაც ცვლილებების შეტანას აპირებენ, დაერღვევა ადამიანების უფლებები და უბრალოდ დავისჯებით ის ადამიანები, ვისაც ყავს ცხოველები და გვიყვარს ცხოველები, უაზრო და გაუაზრებელი მოსაკრებლებით, გაუაზრებელი ჯარიმებით, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს იმის ალტერნატივა, რასაც გვიკრძალავენ და გვეუბნებიან, რომ ამის უფლება გვაქვს, ის შევასრულოთ და იარაღის შესახებ კანონი ჩემთვის საერთოდ გაუგებარი და მიუღებელი არის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს, რაც სჭირდება ცეცხლსასროლი იარაღი. სხვა ეს რაც წავიკითხე ახლა არის თბილისის მერის მოადგილეს გიორგი ხელაიას წერილი მიწერილი საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს უპასუხა წერილზე და უთხრა რომ აი ამ ყველაფრის გაკეთებას ისინი გეგმავენ და აპირებენ. ასევე შემიძლიათ გადმოგცეთ. ეს არის შემდეგ როგორც გახსოვს ამ ქვარაი ამბობდა რომ ისინი მოითხოვდნენ ცეცხლსასროლი იარაღს, თუმცა შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე ვსწავლობთ რა მართალია ერთმანეთს ეწინააღმდეგება ეს კი, აგიხსნით ზუსტად, ეს არის თებერვლის კი. რომ მას შემდეგ რაც სააგენტო მიხვდა რომ ასე ეწინააღმდეგებია ეწინააღმდეგება ხალხი იარაღის ტარებას და მოთხოვნებს, შეიძლება გაუქმნოდა იცით რა არის, აი ზუსტად ამიტომ გავუსვიმე ხაზი, წესში, სადაც არის ჩამოთვლილი თუ როგორ არ შეიძლება ცხოველის მოკვდინება, ჩვენ ზუსტად აი ამ დოკუმენტის შემდეგ ვთხოვეთ, რომ ჩაეწერათ ცეცხლსასროლი იარაღი. მათ არ ჩაწერეს ცეცხლსასროლი იარაღი, იმიტომ რომ ზუსტად ქვარაიამ განაცხადა, რომ ცეცხლსასროლი იარაღის მოთხოვნას ისინი აპირებენ. მაინც აპირებენ. ეს არის თებერვლის დოკუმენტი, თებერვლის წერილი, უბრალოდ 17 თებერვლის წერილი და ეს არის მათი თავიდანვე ის რაც ჰქონდათ დაგეგმილი. ზუსტად ამ წერილის გამოქვეყნების შემდეგ ჩვენ შევთავაზეთ რომ იმიტომ რომ ეს ყველაფერი ბადებდა და ძალიან დიდ ეჭვს ჩაეწერათ რომ რეგისტრაცია იქნებოდა უსასყიდლო, იმიტომ რომ სასყიდლიანი რეგისტრაცია ჯერ ერთი გაურკვეველია რა მომსახურებაში უნდა გადავიხადოთ ეს ფული, ანუ მოსაკრებლებს რომ დაგვიწესებენ ამ მოსაკრებელი თანხების მიზნობრიობა თუ აპირებენ ამის დაწესებას, მაშინ ეს გაეწერათ არსებულ წესში, იმიტომ რომ ჩვენთვის გასაგები ყოფილიყო რაში ვუხდით მას ფულს სანაცვლოდ რა მომსახურებას მივიღებთ, ან თუ ისინი როგორც ამბობენ რომ პატიოსან სიტყვას იძლევიან რომ რეგისტრაცია ფასიანი არ გახდება, მაშინ ჩაეწერათ რომ ჩვენ არ ყოფილიყავით ვიღაცის პატიოსან სიტყვაზე დამოკიდებული და ქონოდა უკვე ჩაწერილი რომ რეგისტრაცია და პერერეგისტრაცია იქნებოდა უსასყიდლო, რაზეც ჩვენ ასევე მივიღეთ უარი. თქვენ ალბათ ნასაუბრეთ საკანონმდებლო შესაძლებელი საკანონმდებლო ცვლილებების და თუმცა როგორც ვიცი ცხოველთა პათოლოგიის წესის შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე უკვე დამტკიცებულია, ხო? კი, და SIPS ასევე იმის შემდეგ რაც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო გადაკეთდა SIPAT 2014 წლის 12 დეკემბერს SIPS გააჩნია იურიდიულად იმის უფლება, რომ გარკვეულ მომსახურებებზე რაღაცა თანხა დააწესოს და მას ასევე უკვე აქვს დაწესებული ცხოველის მოკვდინების შესახებ მისი ასე დამარხვა, რომელიც ტერიტორია ჩვენ არ გაგვაჩნია, ანუ
შესაბამისად რის საშუალებასაც დღეს იძლევა მონიტორინგის სააგენტო ბეიკერის ორმოში გვამის გადატანა, ანუ ლეშის გადატანა და ჩაგდება, ეს უკვე ფასიანია პატრონიანი ცხოველისთვის. გარდა და ესეც რა თქმა უნდა ძალიან მიუღებელია ჩემთვის, როდესაც მე არ მაქვს არჩევანის საშუალება. და თავაზობენ მხოლოდ ერთს, რაც ჩემთვის პირადად მიუღებელი არის მაგალითად. ამიტომ ჩვენ ვიძახდით, რომ კითხვები რომ არ გაჩენილიყო ზედმეტი, კონკრეტულად ჩაწერილიყო, როგორც ვეტკლინიკებს და კინოლოგიურ კლუბებს ავალდებულებენ, რომ უსასყიდლოდ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მათთვის არსებული ბაზები გადასცენ, ასევე მიეწერათ, რომ რეგისტრაცია და პერეგისტრაცია იქნებოდა უსასყიდლო, იმიტომ რომ ამ ყველაფერზე მოსაკრებლის დაწესება გამოიწვევს იმას, რომ აბსოლუტურად უმეტესობა ვისაც ყავს ბევრი ცხოველი ან ბევრი მიკედლებული ცხოველი, ვისაც ყავს სახლში რამდენიმე არაერთი ცხოველი და ის არის სოციალურად დაუცველი. დღეს ისედაც საკმაოდ ძვირიჭდება სახლში კომპანიონი ცხოველის ყოლა. მათ ასე ვთქვათ თავშესაფარში ჩაბარებას. ისინი კი მეორე მხარეს შეიარაღებულები არიან იმისთვის, ევთანაზიით შპრიცებით, რომ რაც შეიძლება მეტი, ასე ვთქვათ, ევთანაზირებული ცხოველი იყოს, იმიტომ რომ ამავე წესში ასევე არ არის გაწერილი პრიორიტეტი ისინი როგორ უნდა მართავდნენ პოპულაციას და ბატონმა ქვარაიამ ასევე ტელევიზორით გამოვიდა და თქვა რომ 3 წლის განმავლობაში 12000 შეყვანილი ცხოველიდან 600900 ევთანაზირებული ყავთ და 600 ცხოველი ყავთ მხოლოდ გასტერირებული და ეს უკვე სტატისტიკიდან ჩანს მათი პრიორიტეტები. ევთანაზიით პოპულაციის მართვა არ ხდება. ეხლა ქალბატონ თინათინს დაუთმობ მე სიტყვას და დიახ არსებობს მუნიციპალური ცხოველთა მონიტორინგის კი ახსენეთ რომელიც სიპად გადაგეცდა. აი ეს სამთავრობო ორგანიზაცია მედიატორმა შეისწავლა ამის საქმიანობა ბიუჯეტიდან ამ სიპისთვის გამოყოფილი არის 3 მილიონამდე. 15 დიახ. თუმცა აქედან უდიდესი თანხა დიახ. გადანაწილებულია თანამშრომლებზე, თუ კი აქამდე 2 მილიონზე მეტი არის გადანაწილებული. დიახ, 1,900,000-მდე არის ხელფასები, 372,000-ზე მეტი არის პრემია და მხოლოდ 190,000 არის გაწერილი ცხოველების მოვლაპატრონობაზე და ამ თავშესაფარს აქვს 160 ცხოველის ტევადობის შესაძლებლობა მხოლოდ და მას ყავს 120 თანამშრომელი. და მაინც ამ სიპის მუშაობას როგორ შეაფასებთ და კიდევ ერთხელ თუ ეთანხმებით ამ ინფორმაციას, თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ, რომ უმეტესი თანხა იხარჯება ამ მონიტორინგის ინფორმაციით თანამშრომლებზე, სიპის თანამშრომლებზე? კი, ეს არის ოფიციალური. კი, რა თქმა უნდა, ეს არის ოფიციალური ინფორმაცია. მოგეხსენებათ, რომ სიპს აქვს უკვე 2015 წლის ბიუჯეტი 3 მილიონი ლარი გამოყოფილი და 1,900,000-მდე არის ხელფასებზე გაწერილი, 372,000-ზე მეტი არის პრემიებზე გაწერილი, 500 ლარი არის დეზინფექციაზე გაწერილი და 190,000-მდე არის მხოლოდ ცხოველების მოვლაპატრონობაზე გაწერილი. ანუ იღებენ იმაზე მეტ პრემიას, ვიდრე ცხოველების მოვლაპატრონობაზე აქვთ გაწერილი და გარდა ამისა 160 ცხოველის ტევადობა აქვს ამ თავშესაფარს და მას ყავს 120 თანამშრომელი. აბსოლუტურად გაუგებარი არის 160 ცხოველს რა სჭირდება თითქმის ერთ ცხოველზე მოდის ერთი ადამიანი. ჩვენ ზუსტად ამიტომ მათ თავაზობდით, რომ მკვეთრად გაეწერათ თანხები და გაეზარდათ სტერილიზაცია კასტრაციისთვის, გაწერილი თანხები ამ ცხოველებისთვის, რომ მომხდარიყო უფრო ეფექტურად პოპულაციების მართვა და არა უბრალოდ ევთანაზირებაზე, იმიტომ რომ რაც უფრო მეტ ცხოველს მოკლავ და ამოიღებ, მის ადგილას იკავებს სხვა ახალი ცხოველი და ჩვენ ძაღლების და კატების მასიური გაწყვეტით მივალთ იქამდე, რომ ქალაქში გაჩნდებიან გარეული ცხოველები და ვირთხები, რაც მე მგონი ბევრად უფრო საშიში არის ადამიანებისთვის, ვიდრე ის, რომ სოციალიზირებული, არააგრესიული და ჯამრთელი, ასე ვთქვათ, სტერილიზებული და კასტრირებული ძაღლი ან კატა დადიოდეს ქალაქში. მაშინ რა შეიძლება ასეთი სიპის არსებობის მიზანი, თუ კი ის ცხოვრება და აი ჩვენ ზუსტად ამ კითხვას ვსვავთ, რომ რა არის ამ სიპის მიზანი. თუ ეს სიპი დამაწესებს მე განუწყვეტლივ მოსაკრებელს, თუ ეს სიპი გამომიწერს მე ჯარიმას, თუ ეს სიპი იქნება ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული, ამ სიპის უმეტესი თანხა ჩვენი მოქალაქეების ჯიბიდან გადახდილი თანხით დაფინანსებული სიპი იქნება ორიენტირებული ცხოველების ჟლეტვაზე, რა არის მაშინ ამ სიპის მიზანი?
რატომ უნდა ფინანსდებოდეს მაშინ ეს სიპი აი ესეთი სახით და არა ფინანსდებოდეს ისეთი სახით რაც უნდა კეთდებოდეს რეალურად იმიტომ რომ ცხოველთა დამცველი ორგანიზაციები ფაქტიურად წლების მანძილზე აკეთებენ იმას რაც უნდა აკეთებდეს ეს სააგენტო საკუთარი სახსრებით და მათ შორის ცხოველთა მოყვარულები ერთ-ერთი მეც კოალიციის შექმნის პირველი მიზანი არის ის რომ ცხოველთა დამცველი ორგანიზაციები რომლებიც აქამდე მუშაობდნენ და ჩვენთან ერთად იღებდნენ გადაწყვეტილებებს და იმის შესახებ როგორ უნდა ხდებოდეს პოპულაციის მართვა გავერთიანდეთ და ერთი ფრონტით ასე ვთქვათ შევიდეთ წინადადებით საკრებულოში რომ გადაიხედოს არსებული დადგენილება ჩვენ ალბათ იცით რომ ძალიან დიდხანს ვცდილობდით მოუხვედრილიყავით იმ ჯგუფში რომელიც განიხილებოდა რომელიც განიხილავდა დადგენილებას ძალიან ბევრი შენიშვნა ბევრ ორგანიზაციას გაგზავნილი აქვს ცალ-ცალკე ერთად მაგრამ ჩვენ ვთვლით რომ საბოლოო გადაწყვეტილებაში როდესაც მიღებულ იქნა ეს გადაწყვეტილება საკრებულოს შეხვედრაზე ჩვენ იმ დღესაც მივმართეთ საკრებულოს რომ შეეჩერებინათ გადაევადებინათ ეს გადაწყვეტილების მიღება სხვათა შორის 4 აპრილს აქცია ალბათ გახსოვთ წვიმაში გამხელა აქცია იყო იქ ასე ვთქვათ შეგროვილი ხელწერილებიც დაურთეთ და ვთხოვეთ გადაევადებინათ თუმცა რატომღაც ეს არ გაითვალისწინეს და მიღებულ იქნა ეს დადგენილება ამიტომ ჩვენ გვაქვს ეხლა მეორე გზა რომ რაღაცნაირად ვეცადოთ შეცვალოთ ეს დადგენილება რა თქმა უნდა კანონის ფარგლებში ახლა რაც შეეხება თვითონ ამ მონიტორინგის სააგენტოს ფუნქციებს როდესაც ჩვენ ფიქრობდით რომ რაიმე ინსტიტუცია გააკონტროლებდა ამ მდგომარეობას პირველი მისი ფუნქცია უნდა ყოფილიყო სტერილიზაცია კასტრაცია უკან დაბრუნების გზით პოპულაციის მართვა და მეორე რა თქმა უნდა პასუხისგებლობიანი მეპატრონეობის ინსტიტუტის ჩამოყალიბება და მეპატრონის მოვალეობების ჩამოყალიბება. როდესაც აქვს საუბარია მხოლოდ შეზღუდვებზე, რომ ძაღლი არ შეიძლება გაატარო რაღაც ალიკაპის გარეშე, მოკლე საბელი, სხვათა შორის საბელის ზომა ბუნებაში არ არსებობს 50 სანტიმეტრიანი საბელი, ყველაზე მოკლე 1 მეტრიანია და ასე შემდეგ. უამრავი შეზღუდვა, ხო, რომლისთანაც ჯარიმდები. და არანაირი ხელშეწყობა იმისა, რომ შენ გქონდეს საშუალება ისე მოუარო ცხოველს, რომელიც ისაზღვრავს კეთილდღეობას მისას ფაქტია ეს და დამატებით შენ გექნება გადასახადები და ჯარიმები უამრავი ეს ავტომატურად იწვევს ქუჩაში გაგდებას თუნდაც ხო ცხოველის ეს სააგენტო ჩვენი აზრით როდესაც რეგისტრაციაზე საუბრობდა პირველ რიგში უნდა ყოფილიყო აღჭურვილი ისეთი ტექნოლოგიები ჩიპირების რომ შეუძლებელი ყოფილიყო ცხოველის გაგდება ქუჩაში იმიტომ რომ ცხოველს ქონოდა ჩიპი რომითაც აუცილებლად იპოვიდნენ პატრონს და მეორე ასევე ჩვენ გქონდა ასე ვთქვათ პრეტენზია იმისი რომ მოპარვის შემთხვევაში მათ შექმნიან ისინი რამე მექანიზმს იმისას რომ ცხოველი იყოს ადვილად ნაპოვნი ხო აი ჩვენ ამ ასე ვთქვათ ფუნქციასაც ვერ ვხედავთ ამ სააგენტოში ახლა რაც შეეხება უსახკარო ცხოველებს ანუ მე დავასაბუთე ის როგორ მოხდებიან ისევ ცხოველები ქუჩაში და აღმოჩნდებიან უპატრონოთ იმიტომ რომ ვიღაცას ვერ გაწვდება იმას რასაც ითხოვს ეს კანონმდებლობა ხო მატერიალურად მაგ ამ შემთხვევაში ლაპარაკე ამ ჩამონათვალში ევტანაზიის შესაძლებლობების ერთ-ერთი იყო ადამიანებისათვის და ცხოველებისთვის საშიში დაავადებების შემთხვევაში მისი მოგტინება. სია იყო გრძელი და საკმაოდ მარტივი დაავადებების ჩამონათვალიც იყო, გარდა მართლა განსაკუთრებით საშიშისა და სია ამოღებულია. ვერაფრით ვერ დავეთანხმები იმას, რომ სია მთლიანად ამოღებული უნდა ყოფილიყო. სია უნდა შეთანხმებულიყო აუცილებლად ვეტერინარებთან და ეს სია უნდა არსებობდეს. ეს ერთი. მეორე, ის რომ სია არ არსებობს, არ ნიშნავს, რომ ისინი არ მოგტინდებიან. ვინაიდან? ამ კანონში ვკითხულობთ. ცხოველთა ევტანაზია და მოგტინება.
ცხოველის ევტანაზია დასაშვებია მხოლოდ ჰუმანური მეთოდით ტანჯვის მიყენების გარეშე, ასე ევტანაზიის გამოყენება შესაძლებელია ადამიანებისა ან დაცხოველებისთვის საშიში დაავადებების დროს. ანუ ეს ერთმნიშვნელოვნად უკვე განსაზღვრულია, რომ ადამიანისთვის და ცხოველისთვის საშიში დაავადების დროს ცხოველი ძინდება, ხო? როდესაც სია არ არსებობს, ეს სია სრულიად განუსაზღვრელია და უკონტროლო. ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა მოვვითხოვთ, რომ დებულებაში არსებობდეს სია, ოღონდ არსებობდეს კომპეტენტურ ვეტერინარებთან შეთანხმებული სია და არა სია, რომელშიც შედიოდა დაავადებები, რომლებთან განკურნებაც სრულიად შესაძლებელია. კიდევ ერთი აი აქ იმ შემთხვევაში თუ ცხოველთა პოპულაციების მონიტორინგის მიზნით გატარებული ღონისძიებების საფუძველზე დოკუმენტურად დადგინდება, რომ უპატრონო ცხოველების რაოდენობა აღწევს ისეთ ზღვარს, რომელიც აშკარად საფრთხეს უქმნის მოსახლეობის და წარმოშობს მომენტალურ რისკებს. უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია მიიღოს ზომები, რომლებიც მოახდენენ უპატრონო ცხოველების პოპულაციის ოპტიმიზაციას მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. აი ეს ოპტიმიზაცია და მთლიანად ეს პუნქტი არის ძალიან ბუნდოვანი. პირველი, რასაც ჩვენ ვითხოვდით წლების მანძილზე, დათვლილი იყო რა რაოდენობის უსახკარო ცხოველია ქალაქში. იმიტომ რომ როდესაც რაღაცას თუნდაც აფინანსებ, 3 მილიონი თუ 1 მილიონით აფინანსებ, იქედან გამომდინარე რამხელა გაქვს პრობლემა, ხო მართალია? ეს დათვლა ჯერ კიდევ ზეპირსიტყვიერების ფაზაშია. აი მე უკვე როდესაც გვექნება ციფრი და ციფრი ყოველთვის ჰაერიდან არის მოტონი, დაახლოებით 70,000, დაახლოებით რომ ეს წლებია გვესმის და ვიცით რომ პირველი რეკომენდაცია ამ პრობლემის მოსაგვარებლად იყო დათვლა ამ ცხოველების. დათვლის მექანიზმი არსებობს, თუმცა აი სააგენტო არსებობს 3 თვეა, არავის დათვლა არ დაუწყია. აი აქედან უნდა გამოდიოდეს ყველაფერი. აი მე აი ამ პუნქტის მიხედვით როგორ ითვლება რისკის მყოფი, ან რა რაოდენობაზეა ლაპარაკი, ეს ზუსტად უნდა იყოს გაწერილი, რომ არ აღმოჩნდეს, რომ თურმე ეზოში 2 ძაღლი უკვე რისკის მატარებელია, თუნდაც იმიტომ რომ ყებს. ჩვენი აზრით, მართალი გითხრათ, აი მთლიანად ჩვენი აზრით, ეს დებულება ითვალისწინებს უფრო იმ ადამიანების უფლებებს, ინტერესებს, როგორც გინდათ ისე და რომლებიც საერთოდ არ უნდათ ნახონ ცხოველი ქუჩაში და ის ჯგუფი, საკმაოდ დიდი ჯგუფი, რომელიც თulis რომ ძაღლი და კატა ეს არის ჩვენი სოციალური და მოთხოვნების დაკმაყოფილების საგანი და ჩვენ ეს ძალიან კარგად ვიცით, თუ კი ვიღაცას ყეფა უშლის ნერვებს, ძალიან ბევრი ადამიანისთვის ეს ერთადერთი სოციალური მოთხოვნილების დაკმაყოფილების საგანია, ხო? აი ერთნაირად უნდა იყოს გათვალისწინებული და თუ კი მე მესმის არსებობს ადამიანები, რომლებსაც ეშინიათ არ სიამოვნებთ აი ზუსტად მათზე უნდა ემუშავა სააგენტოდ, ესეც წლების მანძილზე ჩვენი თხოვნის ერთ-ერთი საგანი იყო, რომ აეხსნათ ადამიანებისთვის პირკიანი ცხოველი, არ არის აგრესიული, არ არის საშიში, ის აცრილია და ვინაიდან ამდენი პატრონი არ მოიპოვება, ეს არის ერთადერთი გზა მისი სიცოცხლის შენარჩუნების, ის უკვე დაიბადა. აი იმისთვის რომ არ დაიბადოს, ინტენსიური სტერილიზაცია უნდა ჩატარებულიყო. თუ არ ჩატარდა ეხლა მაინც აი ეს 10%, რომელიც სოფო მოიტანა, ძალიან კარგად იცის ყველამ, რომ არ არის საკმარისი. იმისთვის რომ გარდატეხა მოხდეს, მინიმუმი 70%-ია. ამიტომ დაფინანსება აი ეს 190,000. არ ვიცი თუ ყოფნით, იმყოფინონ და გააკეთონ ასეთი რაოდენობის ოპერაციები, თუ არა და ეს თანხა ალბათ რაღაცის ხარჯზე უნდა გაიზარდოს. მე მინდა შევეხო უსახკარო ცხოველების პრობლემას და საერთოდ ჩემი პირადი აზრია ეს, მიმაჩნია რომ ეს დადგენილება მიღებულია და ეხება უფრო ოლიმპიადის მოახლოებას. და აი ეს დადგენილება ითვალისწინებს მხოლოდ და მხოლოდ
ну თავისთავად რო პატრონიან ცხოველებზეა გათვლილი, მაგრამ ითვალისწინებს არა უპატრონო ცხოველების სრულიად ამოხოცვას, იმიტომ რომ ის მუხლები, რომელზედაც ვითხოვდით ჩვენ შესწორებას, ფაქტიურად არ არის შესწორებული, არის თითო ოროლა სიტყვა ამოღებული, რომელიც კიდევ უფრო ათმაგად ბუნდოვანს ხდის ამას, თუნდაც ის ჩამონათვალი დაავადებების, რომელიც იყო გაწერილი და აღარ არის საერთოდ ამოღებულია, ათმაგად ბუნდოვანი გახადა ამ ცხოველების ევთანაზიის საკითხი. ასევე აქ წერია ასეთი რამ, ცხოველის პატრონის დადგენის ან ახალი პატრონის მოძიების ქმედითი ღონისძიებები. ეს ღონისძიებები ითვალისწინებს მხოლოდ 10 დღის პერიოდს. და არავინაირად არ არის დადგენილი 10 დღის შემდეგ ამ ცხოველს რა ბედი ეწევა. ძველ დადგენილებაში, სადაც ჩვენ ვითხოვდით, რომ ეს 10 დღე განსაზღვრეთ და რას ნიშნავს და შემდეგ ეწერა, რომ 10 დღის შემდეგ შემდგომი პროცედურები, აი ეს არ მოგვეწონა და ეს სიტყვა ამოიღეს, შემდგომი პროცედურები და დატოვეს მხოლოდ 10 დღის პერიოდი. შემდგომ აი ეს დაკონკრეტებული შემდგომი პროცედურა რო დაეკონკრეტებინათ, უფრო გასაგები იქნებოდა. აი ახლა უკვე ათმაგად გავცნისას ნიშნავდა იმას ბოდიში ჩაგაჭრები, რომ ანუ ჩვენ როდესაც პირადად ვესაუბრეთ და ვკითხეთ, რას ნიშნავს ეს შემდგომი პროცედურები, გითხრათ, რომ ევთანაზიას ნიშნავს. ანუ ყველა ის ცხოველი, რომელიც რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ არ გაჩუქდებოდა, ჯამრთელი იქნებოდა, თუ არ იქნებოდა ჯამრთელი, უნდა მოკვდინებულიყო. და შემდეგ მათ უბრალოდ ამოიღეს ეს 10 დღე და არა, 10 დღე არ ამოიღეს, შემდგომი პროცედურები ამოიღეს და 10 დღის შემდეგ რა ხდება, ეს საერთოდ ბუნდოვანი დატოვეს. ანუ იგულისხმება, რომ ეს შემდგომი პროცედურა როგორც უნდათ ისე განსაზღვრონ შემდეგ. ანუ იმ პუნქტებზე, რაზეც ჩვენ ვედავებოდით, უბრალოდ ის სიტყვები იქნა ამოღებული და საერთოდ სრული ხალი შეიქმნა, გარდა იმისა, რომ მანამდეც აბსოლუტურად გაუგებარი იყო ის ყველაფერი, რასაც წერდნენ. ევთანაზიას. კი. ამას უარესი რა შეიძლება იყოს. შეიძლება იყოს დავუშვათ ან ევთანაზია ბუნებაში დაბრუნება. ხო, შეიძლებოდა. იცით, ბუნებაში დაბრუნებაშიც ძალიან გაუგებარი არის, იმიტომ რომ ბუნებაში დაბრუნებას ისინი გულისხმობდნენ იმას, რომ დაუსახლებელ ადგილას უშვებდნენ ცხოველს. როდესაც დაუსახლებელ ადგილას უშვებთ ცხოველს, თუნდაც იგივე ცხოველს, რომელიც არის ოჯახიდან ჩაბარებული. და არ იცის მან როგორ უნდა მოიპოვოს საკვები. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს მისი გადარჩენის შანსი არის? არა, ეს გასაგები უბრალოდ რა შეიძლება გულისხმობს ევთანაზიის გარდა ეს ყველასთვის. იცით რა, როდესაც წერია შემდგომი პროცედურები, აქ შეიძლებოდა ჩაგვეწერინებინა ჩვენ აი ამის განსაზღვრა, არა ევთანაზია, არა, ну ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა. შემდგომი პროცედურების დაკონკრეტებას ვითხოვდით ჩვენ. მათ უბრალოდ ეს შემდგომი პროცედურები ამოიღეს და საერთოდ აღარ არის გაწერილი 10 დღის შემდეგ რას აკეთებენ. ისევე როგორც იმ დაავადებებს. ჩვენ გვინდა რომ კონკრეტულად თუნდაც აი ამ მუხლზე როდესაც მივდივართ, კონკრეტულად ჩვენ რასაც ვითხოვთ, მოხდეს სტერილიზაცია, კასტრაციის პროგრამა და არა ბუნებრივ არეალში ან სხვა მიზანშეწონილ ადგილას დაბრუნება, არამედ პირვანდელ ადგილას დაბრუნება და ასევე დაცვას იმ ცხოველებისას, რომლებიც უკვე კასტრირებული არიან, უკვე არიან და აცრილები არიან და გამოძახების შემთხვევაში მათი გადაყვანა აღარ მოხდეს. ჩვენ ამასაც ვითხოვდით. აქ საერთოდ ეს არ არის გაწერილი და ჩვენ გითხრეს, რომ გამოძახების შემთხვევაში კასტრირებულ და სტერილიზებულ და აცრილ ცხოველსაც წაიყვანენ უკან. მაშინ რატომ ხარჯავენ ამ ცხოველებზე ფულს? თქვენი საკანონმდებლო პაკეტი როდის იქნება მზად და როდის საკანონმდებლო პაკეტი არ არის, ეს ძალიან დიდი განსხვავება. საკანონმდებლო პაკეტი შედის პარლამენტში და წესი და დებულებას და ნორმატიულ აქტს იღებს საკრებულო. ჩვენ ვმუშაობთ საკრებულოსთან. შესაბამისად, ჩვენ ვამზადებთ ცვლილებების პაკეტს, რომ ამ წესში შევიდეს. ეს არ აგერიოს ძალიან გთხოვ, იმიტომ რომ სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს აბსოლუტურად. კომპანიის ცხოვრების შესახებ კანონებზე მუშაობს. კი. ეს მიღებულია არა, საკანონმდებლო ინიციატივით შევედით.
ცვლილებები არა, უბრალოდ არ არსებობს ორგანული კანონი და ამ კანონზე ხო, არ არსებობს ეს კანონი კომპანიონ ცხოველებთან დაკავშირებით. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საკანონმდებლო ინიციატივით შევსულიყავით პარლამენტში, ბატონ გიორგი ცაგარეიშვილს დაუკავშირდით, მან მიგვიღო ძალიან კარგად, კომიტეტმა განიხილა. მიიღო და გადაეცა, ახლა მე მგონი თუ არ ვცდები იმას, ხო? ბიუროს, ხო? ბიუროს. ახლა უკვე ველოდებით საკანონმდებლო კანონპროექტზე მუშაობის დაწყებას, სამუშაო იქმნება, უკვე რაღაც ჩამოყალიბდით და აწი ვიწყებთ მაგაზე მუშაობას. ჩვენ ზუსტად ამას მოვითხოვდით ამათგან ამ საკრებულოსგან, რომ იქნებ ცოტა ხანი დაიცადოთ, იმიტომ რომ ეს კანონი როგორც კი შევა ძალაში ჩვენი ინიცირებული თქვენ ვალდებული ისინი ვალდებული ხო ამიტომ საერთოდ უნდა გაუქმდეს თითქმის ყველა კი ბატონო, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ეს კანონმდებლობაში გათვლილი მხოლოდ ამ ცხოველების კეთილდღეობა და ამ წესში კეთილდღეობა საერთოდ არ არის. აქ არის ძირითადად ვალდებულებები, ჯარიმები, საწყალი ცხოველების ფიზიკური დატვირთვას რომ სტრესი, ფიზიკური დატვირთვას რომ მავალდებულებ ამ წესით და მეორე მუხლში მიგრძალა რაღაცა ეწინააღმდეგება ერთმანეთს გესმით? აი ესეთი რაღაცები ჩვენ გვაქვს ძირითადად კეთილდღეობაზე ჩამოყალიბებული. ძალიან მალე უკვე დაწყებული გვაქვს ამაზე მუშაობა და უმოკლეს ვადაში იქნება წარდგენილი ზუსტად ამას ემსახურება კოალიციის ჩამოყალიბება, რომ ჩვენ ცხოველთა დამცველი ორგანიზაციები და ის ორგანიზაციები, ვინც ფიქრობთ, რომ ადამიანის უფლებები და ცხოველების უფლებები უნდა იყოს დაცული, ვამზადებთ ზუსტად ამას ყველაფერს და ასევე შევაგროვებთ ხალხის ხელმოწერას და ზუსტად ხალხის ინიციატივით იქნება შესული ამ ცვლილებების მოთხოვნა. და ერთს დავამატებდი, როდესაც ჩვენ შევედით საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტში, ბატონი გია ცაგარეიშვილის მიერ შეთავაზებული ქონდა მონიტორინგის სააგენტოს ამ სამსახურს ასევე მერიას, რომ მიეღო მონაწილეობა ამ ჯგუფის მუშაობაში. მაშინ მათთვის გაცილებით უფრო გასაგები იქნებოდა, რაზე მუშაობთ ჩვენ და მე მგონია, რომ კოორდინაციაში მოყვანაც გაცილებით უფრო ადვილი იქნებოდა, ვიდრე დამოუკიდებლად მუშაობა და ჩვენი ძალიან ზედაპირულად ჩართვა უკვე ჩამოყალიბებულ დებულებაში. რაც მე მგონია, რომ ესეც არასწორი მუშაობა, ხო, როცა იცი პარლამენტი მუშაობს რაღაცაზე, ალბათ უნდა დაინტერესდე და ერთად რო იმუშავებ, რაღაცა ასეთი განსვლა არ იქნება იმ მიზნებს შორის, რომელიც ორი სახელმწიფო უწყება მუშაობს. ხო, თან გაუგებარია ჩვენთვის კიდევ ის, რომ აი ესე ნაჩქარევად არის მიღებული ეს წესი. რატომ მიიღეს ასე ნაჩქარევად სრულიად გაუგებარია პრინციპში ჩემთვის არ არის, იმიტომ რომ მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ახლოვდება 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადა და ამასთან დაკავშირებით იგეგმება ცხოველების ამოხოცვა. ეს გასაგებია, მაგრამ როდესაც ჩვენ ვითხოვდით, რომ სულ ერთი კვირით გადადეთ ეს 4 აპრილს წესის მიღება, იმისათვის რომ ჩვენც ჩავერთოთ ამაში და რაღაცა კონკრეტული ცვლილებები შეგვეტანა, ამაზე, აი, სრულიად ესეთი უარი მივიღეთ და ისიც აცხადდა მერე, რომ თურმე შორენას ფეხების ბაკუნი მოქმედებს დეპუტატებზე და ამიტომ აძლევენ ხმას. ძალიან გაუგებარია იყო. მნიშვნელოვანი რაც მინდა დავამატო, როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ ეს არსებული წესი აბსოლუტურად თანხვედრაში არის ევროპულ მოთხოვნებთან და ევროპულ რეგულაციებთან, როდესაც ჩვენ ვთხოვეთ დაეკონკრეტებინათ იმ ევროპული ქვეყნების მაგალითი, რის საფუძველზეც შეადგინეს ეს წესი, მათ საერთოდ ეს არ დაგვიკონკრეტეს და იგივე გაუძიებელი რეპორტიორიდან, რომელიც თქვენ ახსენეთ, ქალბატონი შორენა აბსოლუტურად გასაგებად საუბრობს, რომ საქართველო არ არის არც ერთ, ასე ვთქვათ, ევროპულ რეგულაციაზე მიბმული ცხოველთა დამცველ სფეროში და ცხოველების უფლებების სფეროში. შესაბამისად, ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარი იყო, რომელი ევროპული სტანდარტები და რომელი ქვეყნის სტანდარტები გაითვალისწინეს. ასევე მინდა აღვნიშნო ეს დისკრიმინაციული მუხლი, რომელიც ქონებრივად გამოყოფს ჩვენ ცხოველების მეპატრონეებს, რომ გვავალდებულებს, რომ
კარებზე სტიკერი ავაკრათ, ან სურათები დავკიდოთ ცხოველების იმის აღნიშნულად, რომ ჩვენ სახლში ყავს ძაღლიან კატა, ეს ჩემთვის საერთოდ გაურკვეველი არის, რატომ უნდა დავალდებულოს მე სახელმწიფომ იგივე კორპუსის ბინაში, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, შედიხართ სადარბაზოში, არის კარებები და თითოეულ კარებზე არის ჩამოკიდებული სტიკერი, ვისაც ყავს ცხოველი, რომ მას ყავს ცხოველი. მე ხომ ამით რაღაც გარკვეული ნიშნით გამოვეყოფი სხვა ასე ვთქვათ მოქალაქეებს და რატომ ხდის მე ვალდებულს რომ ვინმეს გამოვეყო. ან რატომ უნდა ხდებოდეს ჩემი ასეთი დისკრიმინაცია, იმიტომ რომ მე სახლში მყავს ძაღლი ან კატა. ჩემთვის ეს აბსოლუტურად გაუგებარი არის და საერთოდ არ არსებობს არანაირი ევროპული სტანდარტი ამ წესში გათვალისწინებული, ამ წესში არის მხოლოდ ის გათვალისწინებული, რომ ამ წესს ვინც წერდა, უბრალოდ ეშინიათ ჩვენი კომპანიური ცხოველებს. მეტი არ არის ამაში გათვალისწინებული. ვისურვებდი დამისახელონ ქვეყანა, სადღაც კარებს წერს. ერთი ქვეყანა მაინც. მართალი გითხრათ, მე ჩემ პრაქტიკაში არ ყოფილა ეს, რომ თუ კი ვინმეს აქვს სურვილი, თქვათ, აი როგორც ეზოში ავი ძაღლი, ალბათ თავად გააკეთებს ამას, ხო, მაგრამ ეს სავალდებულო იყოს და კარებებზე გაკრული იყოს, მე ესეთი ქვეყანა არ მინახავს, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ევროპული ქვეყანა არ მინახავს. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ ევროპულ ქვეყნებში არ არიან ქუჩის ცხოველები, გაჩნია რომელ ევროპულ ქვეყანას ავიღებთ. თუ კი ავიღებთ გერმანიას, ანუ განვითარებულ ძველ ევროკავშირის ქვეყნებს. არ არის ცხოველი, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ დიდი ხანია მოაგვარეს ეს პრობლემა. რაც შეეხება ჩვენაირ ქვეყნებს, რომლებსაც აქვთ გეგმა მიუერთდნენ ამ ერთიანობას ევროპული სტრუქტურებისა, ავიღოთ სულ ახლო მაგალითი თურქეთის. სადაც საერთოდ ევტანაზია კანონში წერია, ევტანაზია არ არის დაშვებული და ამიტომ ქუჩებში დადიან ბირკიანი ცხოველები და ეს არ იწვევს, მე არ შემიმჩნევია, შეიძლება ვინმე არ სიამოვნებს, მაგრამ ეს იმას აღნიშნავს, რომ მათ ებრძვია. აი ეს აგრესია, იცით, ეს კანონი რაღაცნაირად აგრესიასაც ახალისებს ცხოველების მიმართ. ასევეა ძალიან ბევრ ქვეყანაში არის ქვეყნები, რომლებიც ეხლა იწყებენ ამ ჰიპერპოპულაციასთან ბრძოლას. და ჩვენ ვიცით, რომ აი ზუსტად ის, რომ ბრუნდებიან ცხოველები გარემოში ისევ გასტერილების მერე, ზუსტად ეს იცავს ქალაქს გარეული ცხოველების შემოდინებისგან, იმიტომ რომ ლონდონში და გერმანიაში ჩვენ ხედავთ მელიებს. არ ვიცი რამდენად ეს იამოვნება თბილისის მოსახლეობას, ძაღლები რო ვერაუტანიან, მელიები ქუჩაში. და იქ კიდევ მელიას არავინ არ ეჭის, ის მელია თავისთვის ცხოვრობს, იმიტომ რომ არის საკვებთან მიდის ცხოველი. გაცილებით მეტი საკვები ეგულება ბერლინის თქვათ ქუჩაში, ალბათ ან ლონდონის ნაგავსაღელზე და იმიტომ მოდის და არა იმიტომ რომ მას უნდა თანაცხოვრება, ისე რომ მელიას პარალელურად არ დაუბრუნდი. ბატონო? სად ლონდონში? არა, მე ესეთი შემთხვევა არ ძალიან კარგად დაცულცულება, თქვენ წარმოიდგინეთ ჰაიდ პარკში ძალიან ბევრი მეგობრობს კიდევაც, ალბათ აკა მორჩილაძის რომანიც გახსოვთ, არ ვიცი, მე წამიკითხავს როგორ მეგობრობს მელიასთან, რომელსაც მერლინ მონდო. არასწორად გაიგეთ, ჩვენ იმას არ ვითხოვთ, რომ დაავადებული ან აგრესიული ცხოველი არ იყოს ევთანაზირებული. დაავადებული და ადამიანებისთვის საშიში ცხოველი უნდა იყოს ევთანაზირებული, მაგრამ ჩვენ ვითხოვთ ზუსტად ამას, რომ დააკონკრეტონ ის დაავადებები, რომელიც არის საშიში და ასევე გაწერონ აგრესიის ტესტი, როგორ ახდენენ ცხოველის აგრესიულობის დადგენას. აქ საერთოდ ამაზე არაფერი არ წერია. ჩვენ ვითხოვდით ზუსტად, რომ თუ ვაკეთებთ რეგულაციას, იყოს ეს რეგულაციაში და არა იყოს აბსტრაქტული და ნებაზე მიშვებული. მეტი არა. და საერთოდ აი ესეთი დაუზუსტებელი დოკუმენტის მიღება გამოიწვევს ძალიან დიდ ქაოსს და პროტესტს, როგორც პატრონიანებისთვის, ისე მეკედლებისთვის. უკვე შესულია.